თვითშეფასება იღებს აი ამ მეკონცეფციას ბაზისად და უკვე შეფასებითი ნაწილი შემოაქვს. ანუ როგორი ვარ მე? გავიგე ვინ ვარ, გავიგე რა ვარ, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორი ვარ? აი ამ კითხვაზე სცემს უკვე თვითშეფასება პასუხს. როცა რაღაცა სახელს ვერ ვარქმევთ, გონია როგორც თითქოს ბნელ ოთახში დავაბიჯებთ და გაურკვევლად ვართ, მაგრამ როგორც კი რაღაცას თავის სახელს ვარქმევთ, მაშინ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე ხდება. ბავშვობა ახდენს ძალიან დიდ გავლენას მეკონცეფციის ჩამოყალიბებაზე და თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. მერე უკვე როცა ვიზრდები და ასე ვთქვათ ვექტორს ვასწორებ გარემოზე, გარემო ხდება ჩემთვის მთავარი აი ამ მეკონცეფციის თუ მით უფრო თვითშეფასების ფორმულირებაში. მე უნდა მქონდეს სივრცე რეალიზების, მერიტოკრატიულ გარემოში უნდა ვცხოვრობდეთ ელემენტარულად, რომ მე თვით აქტუალიზაცია შევძლო. ჩვენ შეიძლება ხა მარტივად ვსაუბრობთ, მაგრამ ამ გზაზე ხდება ბევრი დილემა და ბრკოლება და არც ის არ არის საგანგაშო თუ რაღაც მომენტში ცოტათი მოვეშვებით და კი ბატონო, ეს არ არის რაღაც კატასტროფა. შეგვიძლია ყოველთვის მიუბრუნდეთ ჩვენს მიზნებს. როცა ხვდები რისთვის მიცხოვრია, მექნება მთლიანობის განცდა და როცა ეს ასე არ არის, სასოწარკვეთა გვეუფლებაო, ყოველ შემთხვევაში განვითარების ფსიქოლოგია ამას გვეუბნება და ეს არის ასაკობრივი კრიზისი, რომელიც ძალიან რთული გადასალახია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „ასე ფსიქოლოგიური ტერმინი“. მე ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ და ერთად ვიმოგზაურებთ ფსიქოლოგიის სამყაროში, სადაც რთულ ფსიქოლოგიურ ტერმინებს განვიხილავთ მარტივად, ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია ფსიქოლოგიის დოქტორი ნატა ასათიანი, რომელიც თავის ხედვებს შემოგთავაზებს ჩვენს მიერ არჩეულ 5 ფსიქოლოგიურ ტერმინზე. მადლობა ნატა, რომ მოხვედით ჩვენთან. დიდი მადლობა მარიამ პირიქით მოწვევისთვის და ისე საინტერესოდ ჟღერდა ტერმინების ისე ყოველდღიურ ენაზე მარტივად გააზრება, რამდენად შეგვიძლია რომ სიამოვნებით დავთანხმდით. ძალიან სასიამოვნოა. პირველ ტერმინად მინდა განვიხილო კოგნიტური დისონანსი, რადგან ყველა ჩვენგანს ალბათ ყველას თუ არა უმეტეს ადამიანს ერთხელ მაინც ქონია ეს სიტუაცია, როცა თავისი რწმენა წარმოდგენები და თავისი ქცევები ერთმანეთს არ შეესაბამება, რაც მერე დისკომფორტს, ფოთვას და ბევრ უსიამოვნებას იწვევს და ამაზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, რამდენადაც შეიძლება მარტივად საუბარი. კოგნიტური დისონანსი, ეს არის სწორედ რაც აღნიშნე. ეს არის ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რომელსაც მე განვიცდი მაშინ, როცა ის რწმენა, წარმოდგენა, რომელიც მე მაქვს და ის ქცევა, რომელიც მინდა რომ განვახორციელო, ან განვახორციელე არ მოდის თანხვედრაში. ეს არის დაძაბულობა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობ, რა თქმა უნდა, და ვცდილობ სხვადასხვა გზებით. ხო, ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ, ალბათ მოგვიანებით, მაგრამ მოკლე შინაარსი, ასე ვთქვათ, ეს არის, რომ რამდენიმე გზით შეიძლება მოხდეს, რომ პირველი რომ შევცვალო ქცევა, მეორე რომ შევცვალო ჩემი რწმენა წარმოდგენა გადავხედო ასე ვთქვათ, ან მოვიძიო არგუმენტები, რომლებიც გაამყარებს აი ამ ჩემს საქციელს, რომ მისადაგებული იყოს ასე ვთქვათ რწმენასთან. აი ყველას და ალბათ შენც მარიამ გამოგიცდია, რომ ჩვენ გვინდა ძალიან ჩანდეთ თანმიმდევრულები, არა? ძალიან გვინდა რომ ჩვენ თვითონაც გვჯეროდეს რომ ვართ თანმიმდევრული და სხვების თვალშიც რომ ვიყოთ თანმიმდევრული. და აი სწორედ ეს არის ძალიან კარგად ამ ტერმინში და ამ ვთქვათ მიმართულებაში, თეორიაში დაჭერილი ძალიან კარგად, რომ როგორც კი მე არ ვარ თანმიმდევრული, მე მეწყება ეს ფსიქოლოგიური სირთულე, რომელიც მინდა რომ გადავჭრა. მართალია გეთანხმები, რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, უფრო მკვეთრად რომ. კი ბატონო, ბევრი მაგალითი შეიძლება ამის იყოს აი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი, ერთ-ერთი რაც ძალიან ვთქვათ მარტივი და ბანალურია, მაგალითად მე ვარ მწეველი, მე ამავდროულად ვიცი რომ ძალიან ცუდია მოწევა და რას ვაკეთებ? მე ვიშველიებ არგუმენტებს, რომ აგერ ჩემი მეზობელი 90 წლის გარდაიცვალა ავარიით და მთელი ცხოვრება ეწეოდა და არაფერი დააკლდა, ან ვიღაცაზე გავიგებ, რომ უბედური შემთხვევები, ვთქვათ, ძალიან სევდიანი ამბებიც ხდება და რაღაცა ვთქვათ ფილტვის კიბო აქვს და მე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ აი ფილტვის კიბო დაემართა და ცხოვრებაში ერთი ცალი ღერიც კი არ დაუჭერია ხელში. და აი ამგვარი არგუმენტებით ვცდილობ, რომ აი ეს დაძაბულობა, რომელიც მე მაქვს ჩემს რწმენასა და ქცევის დისონანსს შორის, მინიმუმამდე დავიყვანო. კიდევ ერთი ძალიან, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, კარგი მაგალითი არის საქართველოს დღევანდელი რეალობა და რას ვგულისხმობ, რომ ამას წინ დავფიქრდი სწორედ ამაზე, რომ მთელი ჩემი თაობა, შენი თაობაც და უფრო ძველი თაობებით ცოტა შორს რო წავიდეთ, ასე ვთქვათ, ჩემი თაობისგან ცოტა შორს, როგორ გავიზარდეთ რა ნარატივში, რომ მე ვარ ქართველი, მას შესადამე მე ვარ ევროპელი, რომ ჩვენ არათუ
ავიღეთ გეზი ევროპისკენ, არამედ ჩვენ ბრუნდებით ერთიან ევროპულ ოჯახში, სადაც არის საქართველოს ადგილი, ხო? ნუ მთელი სპექტრია ამის, ხო? განათლებაზე ვამბობდით, ინტერნაციონალიზაცია როგორი მნიშვნელოვანია და ასევე ევროპასთან ბმაში, სოფლის მეურნეობა თუ ჯანდაცვა თუ ნებისმიერი სფერო და ამ კონტექსტში სხვათა შორის ცოტა გადავუხვევ, მაგრამ კარგი მაგალითია, ძალიან საინტერესოა გააზრება უნივერსიტეტის იდეის, ხო? 1918 წელს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ქვეშ დაფუძნდა პირველი ეროვნული უნივერსიტეტი და დამფუძნებელმა მამებმა რა გააკეთეს? რუსული კი არ გადმოიღეს, რუსული ვერსია, ასე ვთქვათ, უმაღლეს განათლებას, არამედ გერმანული, ევროპული, ხო? და გახსნის დღესაც ესეთი ფრაზა არის, ან ცნობილი ქალი, რომელიც გამოვიდა და მოგვილოცა მთელ ერს ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ახლიდან ვნასკვავთო იმ ძაფს ევროპასთან, რომელიცო ძალით გაწყვიტეს თავის დროს. ანუ აი ამაში გავიზარდეთ თაობები, რომ ევროპა კარგია და ევროპისკენ სვლა კარგია და უცებ გასული წლის 28 ნოემბერი იყო თუ როცა იყო, გითხრეს რომ ევროპა არც ისეთი კარგი ყოფილა, ევროპაში დედა არ არის და მამა არ არის, კაცებს დააქორწინებენ ასე შემდეგ და მართლა მთელი ერი, ცოტა უტრირებულად, მაგრამ ასე გამოდის, ჩავარდით ერთგვარ კოგნიტურ დისონანსში. ამ დისონანსის, აი ამ დაძაბულობის გადასაჭრელად ნაწილი უკვე თითქმის 9 თვეა პროტესტშია, ნაწილმა დაინახა, რომ იქნებ აი ეს არგუმენტები, რომელიც მე მესმის, მართლაც მართებულია და ჩემი რწმენა იქნებ გადავალაგო აი ამ ახალ არგუმენტებზე, რომელიც მე მაქვს, რომ ჩემი ქცევა იყოს ადეკვატური. აი დაახლოებით აი ეს არის, ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი რეალობაც ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რა არის კოგნიტური დისონანსი. კარგი მაგალითია, მეც მოვიყვან ჩემ თავზე მაგალითად. ჩემი რწმენა წარმოდგენით, მე უნდა ვიყო ჯანსაღ კვებაზე. ეს მიმაჩნია სწორად, მაგრამ რა თქმა უნდა, შფოთვა და დისკომფორტი მექნება, როცა შევჭამ მაგალითად ერთ ტორტის ნაჭერს. კი ბატონო. და თავი რო უხერხულად არ ვიგრძნო საკუთარ თავთან, ჩემ თავს ვეუბნე, რომ ერთი ნაჭერი ხელს არ უშლის ჯანსაღ ცხოვრებაში. და ესეც ერთ-ერთი გამოხატულება იმის, რომ იმსუბუქდება ეს დისკომფორტი, ხო? და საკუთარი თავის დადანაშაულება. ძალიან არ მიმსუბუქდება, იმიტომ რომ ვიცი რატოც ვიაზრებ ხოლმე რატოც ვაკეთებ ამას, მაგრამ ეგ დისონანსი ყველაზე კარგად მესმის მე მგონი. ეს მიმართებაც არის ხოლმე. როგორ უნდა მიხვდნენ ადამიანები, რომ ამ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ რაღაც ბუნდოვანებაში, როცა რაღაცა სახელს ვერ ვარქმევთ, გონია როგორც თითქოს ბნელ ოთახში დავაბიჯებთ და გაურკვევლად ვართ, მაგრამ როგორც კი რაღაცას თავის სახელს ვარქმევთ, მაშინ თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე ხდება. და როგორ უნდა მიხვდნენ ადამიანები, რომლებიც კოგნიტურ დისონანსში არიან რეალურად, რომ არიან კოგნიტურ დისონანსში და საშიში არაფერია. კი ბატონო, აი ძალიან სწორი ფრაზა თქვი შენ ტორტის ჭამასთან დაკავშირებით, რომ შფოთვა მემართება მერე და ვღელავ განვიცდი. აი ეგ არის სწორედ, უნდა მოусმინოთ საკუთარ თავს. მე თუ მემატება შფოთვა, მე თუ მაქვს დისკომფორტი, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სწორედ იმით, რომ X და Y ვერ მოვიდა ერთმანეთთან თავხედრაში. ცხადია, ჩვენი გონება პირდაპირ ესე დილით არ გამოგვიცხადებს ან ტორტის ნაჭრის ყურებისას არ გვეტყვის, რომ ეხლა მე კოგნიტურ დისონანსში ჩავარდები. ესე არ არის, ხო? მაგრამ სხეულებრივი შეგრძნებები, ისევე როგორც ემოციური რაღაცა თავისებურებები ნამდვილად გვაგრძნობინებს იმას, რომ რაღაცაშია საქმე და ამიტომ უნდა ვიყოთ ყოველთვის ყურადღებით. კი ბატონო, პრაქტიკული მეთოდებიც რო გავუზიაროთ ერთიან თუნდაც ორი, ჩვენს მაყურებელს როგორ შეამცირონ ეს წინააღმდეგობა საკუთარ თავში, რაცაც ეს კოგნიტური დისონანსი. კი, აი მას შემდეგ რაც მე აღმოვაჩენ, რომ რაღაცაშია საქმე, არ გვგრძნობ თავს კარგად, მაშინვე უნდა დავიწყო რამდენიმე მიმართულებით ფიქრი. პირველი სწორედ ეს არის, რომ შემიძლია აი პრაქტიკული რადგან ახსენე, უფრო მეტად პრაქტიკულები ვიყოთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა ჩამოვწეროთ, ვთქვათ, ესე სვეტებად. ჩემი ღირებულებები, ჩემი წარმოდგენები რა არის, რომ დაი ჯანსაღი ყვება ერთ-ერთია მათ შორის და როგორ ვიქცევი, ჩემი ქმედება რა არის და თუ აქ მე დავინახე, რომ აბსოლუტური განსვლაა და აცდენა, მე უნდა ვიცოდე, რომ ეს გამოიწვევს აუცილებლად კოგნიტურ დისონანსს. მე შემიძლია ასევე 5 მთავარი ჩემი ღირებულება ან წესი ჩამოვწერო, რომლის ერთგულიც ვარ და მე მივხვდე, რომ აი ამ წესს ხშირად ვუხვევ თუ არ ვუხვევ. და კიდევ, ვთქვათ, ერთ-ერთ მეთოდად შეგვიძლია ეგრეთ წოდებული სოკრატისეული კითხვები დავუსვათ საკუთარ თავს თუ შევძლებთ, რომ უშუალოდ გადავახალისოთ და ახლებურად შევაფასოთ ის რწმენა წარმოდგენები, რომელიც მე მყარად მაქვს გამჯდარი. დღეს მე უკვე 40 წლის რო ხდები ძალიან მალე, ისევ იგივე რწმენა წარმოდგენა რომ აქვს, რაც მქონდა, ვთქვათ, 18 წლის ასაკში, დღეს ქმედითია, იქნებ არ არის, იქნებ უნდა გადავხედო, იქნებ შევცვალო. დღეს მე საიდან არის მოსული ასევე აი ეს რწმენა წარმოდგენა, რომელიც მე მაქვს, თავს მოხვეულია, ჩემია პირადად თუ არა. და
და ამგვარი ასე ვთქვათ სოკრატისეული დიალოგით საკუთარ თავთან მე შემიძლია რომ ან ჩემი რწმენა წარმოდგენა გადავახალისო და ახლებური რაღაცების მჯეროდეს, ძალიან საბაზისოს თუ არ ვეხებით ცხადია, ან მეორე ვარიანტში ქცევა შევცვალო, ან მესამე ესე ვიპოვო გარკვეული არგუმენტები, რომელიც მე დამიახლოვებს ჩემ ქცევას, ჩემს წარმოდგენასთან. კი ბატონო, საშიში არაფერი იყო საშიში არ არის. როგორც მაყურებელმაც გაიგო, კოგნიტური დისონანსი არის, როდესაც შენი რწმენა წარმოდგენები შენივე ქცევებს ეწინააღმდეგება. ამ დროს შესაძლოა გავლენას ეს მომენტი და მის აღქმა ახდენდეს თვით შეფასებაზე. რადგან მე თუ მინდა ჯანსაღი ცხოვრება და გავიაზრებ, რომ არ მაქვს იმის მაგალითად ნებისყოფა, რომ ჯანს ესე ვიცხოვრო ჩემი წარმოდგენების შესაბამისად, შესაძლოა ჩემს თვით შეფასებაზე გავლენას ახდენდეს. ისევე როგორც მე საკუთარი თავის აღქმაზე, რომ ეგრეთ წოდებულ მე კონცეფციაზე. ერთმანეთთან მიმართებაში რომ განვიხილოთ ეს ორი ტერმინიც და რა განსხვავებაა, რა მსგავსებაა და რა არის? აი ზოგადად ვისაუბროთ რა არის ეს ორი ტერმინი. კი ბატონო, ისე სერიოზულ ტერმინებს შევეჭიდეთ, მაგრამ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. კი, მართალია. მე კონცეფცია და თვით შეფასება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით საკუთარ თავთან მიმართებაში. ხო, ახლა რა არის თითოეული? მე კონცეფცია ეს არის უფრო აღწერითი ნაწილი საკუთარი თავის შესახებ. ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ვინ ვარ, როგორი ვარ, აი დაახლოებით ამ კითხვებზე რო გავცე პასუხი. მაგალითისთვის, ჩემი პირადად მე კონცეფცია არის, რომ მე ვარ დედა, მე ვარ ფსიქოლოგი, მე ხშირად მიწვევენ პოდკასტებში სასაუბროდ, მე ბევრი მეგობარი მყავს, მე ვარ შრომის მოყვარე, ხანდახან ზარმაცი და მე ვარ მაღალი და ღია ფერის თვალი მაქვს. აი ეს არის ჩემი მე კონცეფცია. აღწერითი და დესკრიპტულია. რაც შეეხება თვითშეფასებას, უკვე თვითშეფასება იღებს აი ამ მე კონცეფციას ბაზისად და უკვე შეფასებითი ნაწილი შემოაქვს. ანუ როგორი ვარ მე? გავიგე ვინ ვარ, გავიგე რა ვარ, ასე ვთქვათ, მაგრამ როგორი ვარ? აი ამ კითხვაზე სცემს უკვე თვითშეფასება პასუხს. ისევე ჩემი მაგალითი რომ მოვიყვანო, მაგალითად, მე ვარ დედა, მაგრამ იდეალური დედა არ ვარ. მე ვარ ფსიქოლოგი და მე ძალიან სიამოვნებს, როცა საკუთარ აზრებს ვუზიარებ პოდკასტების საშუალებით, ვთქვათ, ადამიანებს. მე ბევრი მეგობარი მყავს და მე მიყვარს მათთან ურთიერთობა და მე მავსებს მათთან ურთიერთობა. მე მგონია რომ ვარ შრომის მოყვარე, მაგრამ და ძალიან მომწონს ეს რომ ვარ შრომის მოყვარე, მაგრამ ძალიან მაბრაზებს საკუთარი თავი, როცა კი ვამჟღავნებ მაგალითად სიზარმაცეს. და ხო, მე ღიაფერის თვალი მაქვს და ვარ მაღალი, მაგრამ საშინელად არ მომწონს რომ მაღალი ვარ, იმიტომ რომ ბევრგან მიქმნის დისკომფორტს. აი ეს უკვე ჩემი მე კონცეფციის შეფასებითი კომპონენტი არის უკვე თვით შეფასება. აი რო განვასხვაოთ, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ ეს ორი მაგალითი მოვიყვანოთ, ხო? კი, ნამდვილად. და აუცილებლად თვით შეფასება ეფუძნება მე კონცეფციას, როგორც წესი. და როგორ ყალიბდება ბავშვობიდან აქვს ალბათ კი ბატონო, ბავშვობას აქვს, რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერში სხვაში ისე ამ თვალსაზრისით გავლენა და ძალიან დიდი მადლობა რომ ერთად წარმოაჩინეთ, ასე ვთქვათ, ეს ორი რამ, ხო? მე კონცეფცია და თვით შეფასება, იმიტომ რომ ორივეს ჩამოყალიბებაზე ბავშვობა ახდენს ძალიან დიდ გავლენას. როგორი იყო მშობელი ჩემი მისამართით, მასწავლებელი რას ამბობდა, რომ მე ვიყავი რაღაცა ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი და ეს ხშირად მესმოდა მე, თუ მშობელი მარტო მაშინ მაქებდა, როცა კარგ ნიშანს მივიტანდი სახლში და არა მაშინ, როცა უბრალოდ მე მისი ყურადღება და სიყვარული მინდოდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, ბავშვობა ახდენს ძალიან დიდ გავლენას. მე კონცეფციის ჩამოყალიბებაზე და თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. მერე უკვე როცა ვიზრდები და ასე ვთქვათ ვექტორს ვასწორებ გარემოზე, გარემო ხდება ჩემთვის მთავარი აი ამ მე კონცეფციის თუ მით უფრო თვითშეფასების ფორმულირებაში და დახვეწაში, იმიტომ რომ თანატოლებთან ურთიერთობა შემოდის ცხადია დიდწილად, ხო, მაგრამ მე მაინც უდიდეს როლს აქ დავაკისრებდი მშობლებს, იმიტომ რომ აი როგორია აღზრდის სტილი, ავტორიტეტულია მშობელი, ავტორიტარულია, უყურადღებოა, აი ეს იმდენად კარგად, ასე ვთქვათ, აყალიბებს, კარგად კი არა და იმდენად ცხადად აყალიბებს თვითშეფასებას, ჩემს როგორც ბავშვის თვითშეფასებას, რაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში გამსდევს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელს ამ პროცესში და ახლა ცოტა რო ვთქვათ, უფრო შორს წავიდეთ, იმას ისიც შეგვიძლია ვთქვათ, ხო, პიროვნული პერსონოლოგიების დროს, ფსიქიატრიაშიც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ბავშვობის დროინდელ გამოცდილებას და იმას, თუ მშობლებს რა როლი ჰქონდათ ბავშვთან მიმართებაში. მშობლების ბავშვთან ურთიერთობა მე
ძალიან დიდ როლს დიდ როლს ახდენს და თამაშობს ჩამოყალიბებაში. რო ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე მე კონცეფციის ანუ საკუთარი თავის მე კონცეფციამ და თვით შეფასებამ ერთად პარემ ხო აი რა ვიცი ყოველ ნაბიჯზე ყოველ დღიურად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გადაწყვეტილებები შემდგომ რა ცოტა დისტანცირება მოვახდინოთ და გავაანალიზოთ რა გადაწყვეტილება მივიღე აქ აღმოვაჩენთ ჩვენი თვით შეფასების ძალიან დიდ როლს მაგალითად მე ახალ სამსახურს დავთანხმდები თუ არ დავთანხმდები ვიტყვი რომ მე ამას ვერ გავწყვდები თუ ვიტყვი რომ როგორ არა შევერკინები როგორ პარტნიორს ავარჩევ სასიყვარულოს თუ როგორ მეგობარს ავარჩევ აი ამ ყველაფერზე უდიდეს გავლენას ახდენს თვით შეფასება პრინციპში ჩვენ ერთადერთი რასაც ვერ ვირჩევთ ეს არის მშობლები და ეს არის ოჯახი სადაც ვიბადებით დანარჩენი ყველაფერი ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული და აი ამ არჩევანს როგორს ვაკეთებ აი აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს თვით შეფასება თუმცა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს არის რაღაცა მყარი კონსტრუქტი და მე თუ ბავშვობაში ყურადღება მეკლდა გარკვეული ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო დამთავრდა და მე ვეღარასდროს ვეღარ მექნება თქვათ ისეთი ადეკვატური თვით შეფასება ვთქვათ ეს ასე არ არის ცხადია ჩვენ შეგვიძლია ამაზე მუშაობა და ბევრი მეთოდი არსებობს ამის ნამდვილად როგორც მინიმუმ ფსიქოთერაპია. კი ბატონო, როგორც მინიმუმ ფსიქოთერაპია რა თქმა უნდა. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უკვე არსებულ ურთიერთობებზე თვით შეფასებამ და რამდენად თვით შეფასება არსებობს, როგორც ვიცით, ჩვენ არა მხოლოდ დაბალი, არამედ მაღალი გადაჭარბებულიც, ხო? ზედმეტად ორივე ნორმას აცდენილია. ორივე შემთხვევაში ჯობია რომ ჩვენ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ცხადია, ხო? და გავლენას ახდენს აი მართლაც ყველაფერზე. გავლენას ახდენს მეგობრებთან ჩვენს ურთიერთობაზე, კოლეგებთან ჩვენს ურთიერთობაზე, უკლებლიო ყველა სფეროზე, რა სფეროებშიც ადამიანი, ასე ვთქვათ, რეალიზდება, ადამიანს უწევს გარემოსთან ინტერაქცია, ჩვენ ვხედავთ რომ დიდ გავლენას ახდენს ჩვენი თვით შეფასება და კიდევ ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ თუ როგორ შეგვიძლია თვითშეფასების შეცვლა შეგვიძლია შეიძლება მაგალითად რომ უფრო ვაქციოთ პატარ-პატარა წარმატებები აღსანიშნავად რომ მე რაღაცა უდიდეს წარმატებას კი არ უნდა ველოდო რომ თქვა ჩემმა კლასელმა ჩემმა საკში რაღაცას ძალიან დიდს მიაღწია და მე იმას ვერ მივაღწიე მე უნდა ჩემი უნიკალური ბიოგრაფიიდან დავინახო ის პატარა გამარჯვებები ასე ვთქვა და პატარა წარმატებები რაც მქონდა რაც ყოველთვის მეხმარება მე რომ თვითშეფასება მქონდეს ადეკვატური და კიდევ ერთი რომ ყოველთვის დავისახო ძალიან გაზომვადი მიზნები და ეს მიზანი არ იყოს რაღაცა ცაში გასტყორცნილი და არარეალისტური, ხო? უნდა იყოს დროში გაზომვადი, უნდა იყოს ჩემი შესაძლებლობების შესაფერისი და მარტივი მიზანი. იმიტომ რომ მიზნის მიღწევა მე თვითეფექტურობას მისწრდის და თვითეფექტურობა სადღაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩემი თვითშეფასება პოზიტიურისკენ გადაიხაროს. ასევე რა თქმა უნდა ნეგატიური ფიქრების ამოცნობა საკუთარ თავზე, ხო? მაგალითად, ალბათ შენც მარიამ ძალიან ბევრჯერ გსმენია, ხო? ქალებმა ვიცით ხოლმე ეს. შეიძლება კაცებმაც იციან, მაგრამ მე ჩემი მეგობრებისგან მომისმენია, რომ აი სულ ერთნაირი უიღბლო ვარ სიყვარულში, ან სულ რაღაცა ესეთი ყველაფერი მე მემართება, კატასტროფიზაცია, ხო? რომ აი კიდევ ერთხელ არ გამიმართლა, მაგრამ რამდენჯერ გაგიმართლა, იმას აღარ აქცევ ყურადღებას. შავ-თეთრი აზროვნება, ან ყველაფერი კარგად არის, ან ყველაფერი ძალიან ცუდად არის, რაც ასე არასდროს არ არის, ხო, ყოველთვის არის რაღაცა ამ ორს შორის, ამ კონტინიუმზე და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად მივხედავთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს და ჩავუღრმავდებით, მით უკეთეს შედეგზე გავალთ. თუმცა, ესეც ახლა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აბა ახლა დაასხედით ყველანი და ჩავუღრმავდით. ზოგს არ აქვს ეს უნარი, ხო? ამას ინტრაპერსონალური ინტელექტი ქვია, რომელიც ახლა ზოგს აქვს განვითარებული, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ამისთვის არსებობს მართალი ხარ ფსიქოთერაპია მაგალითად, ან რაღაცა თვითთერაპია, ну, გარკვეული გზების მოსინჯვა ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ როგორც ვიცით, ყველა ადამიანი მაინც გააზრებლად თუ გაუცნობიერებლად თვით აქტუალიზაციისკენ მიისწრაფვის. კი ბატონო. მაგრამ როდესაც მე კონცეფცია და თვით შეფასება არ არის სათანადო ადგილზე, ეს რთული ხდება. უფრო რთულად მისაღწევი, ან შეიძლება საერთოდ ამოვარდეს ჩვენი გეგმების სიიდან. კი ბატონო. რომ შევეხოთ თვით აქტუალიზაციასაც, რა არის რომ განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს
და მის გარშემო რო ვისაუბროთ, მაგალითად, რატომ არის ის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ბოლო საფეხურად მიჩნეული და რა როლი და დატვირთვა. ხო, ესე იგი ერთგვარი ჯაჭვი ააწყე, ხო? მე თვითონ ჯერ მე კონცეფცია უნდა ცხადია გააზრებული მქონდეს როგორი და ვინ ვარ, მე როგორ ვაფასებ ამას და ნუ თვით აქტუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია ფსიქოლოგიაში და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. კი ბატონო, თვით აქტუალიზაცია ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ავლენს და იყენებს თავისი შესაძლებლობების და თავისი ნიჭის მაქსიმუმს, აი მაქსიმალურად აკეთებს, გააზრებულად და ამით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. კი ბატონო, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მასლოუს ამოყირავებული პირამიდის თანახმად სათავეშია მოქცეული, იმიტომ რომ ქვემოთ ჯერ არის საბაზისო მოთხოვნილებები და შემდგომ ვითარდება ეს ჩვენი მოთხოვნილებები და ბოლოს არის თვით აქტუალიზაცია. თავდაპირველად მართალია მასლოუ ფიქრობდა, რატო გააკეთა, ხო, რატო ააგო, ფიქრობდა რომ ჯერ ეს საბაზისო მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს იმისთვის რომ ჩვენ ვიფიქროთ თვით აქტუალიზაციაზე, იმისთვის რომ ეს სივრცე მქონდეს თვით აქტუალიზაციის. მე თუ შია, მე თუ დაუცველად გძნობ თავს, მე თუ არ მაქვს საბაზისო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული, იქ თვით აქტუალიზაციაზე ლაპარაკი რთულია. მოგვიანებით მართალია მასლოუმ უარყო ეს მოსაზრება და თქვა რომ შეიძლება თვით აქტუალიზაცია ისე მივახციოთ რომ ეს ქვედასაფეხურები ყველა მაინდა-მაინც ზედმიწევნით დაკმაყოფილებული არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ თვით აქტუალიზაცია დადგეს ადამიანების ცხოვრებაში, უნდა იყოს შესაბამისი გარემო. ამას ჩვენ ახლა ესე მარტო რაღაცა მინდვრის თაგვივით ვერ გავაკეთებთ. აი აქ სწორედ შემოდის დიდი წილი და დიდი წილით, ასე ვთქვათ, გარემო, რა გარემოში ვართ ჩვენ. როგორ სახელმწიფოში ვართ? სოციალურია, კეთილდღეობის სახელმწიფოა თუ არ არის. მე უნდა მქონდეს სივრცე რეალიზების, მერიტოკრატიულ გარემოში უნდა ვცხოვრობდეთ ელემენტარულად, რომ მე თვით აქტუალიზაცია შევძლო. ხო, ეს ძალიან სპეციფიური რაღაცაა, რაც უნდა კარგად გვესმოდეს, ხო? მაგალითად, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პერიოდში მე თუ ვერ მივხვდი ჩემი ნიჭი რა არის, მისწრაფება რა არის, რა მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია მოგვიანებით ასაკში თვით აქტუალიზაციაზე ვიფიქრო. და აი ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეთ გააზრებული, რომ ადამიანზე ზრუნვა სხვა რაღაცებთან ერთად იმასაც გულისხმობს, რომ მე შემექმნას ისეთი გარემო, სადაც ჯერ ბაღის ასაკში, შემდგომ სკოლის ასაკში ისეთი განათლების სისტემა იქნება, რომელიც ჩემს ნიჭს აღმომაჩენინებს, ჩემს ჯერ მისწრაფებებს, ინტერესებს აღმომაჩენინებს. რა არის ჩემი ინტერესი? მათემატიკა თუ ცეკვა? და შემდგომ მთელი სისტემა ისე იქნება აწყობილი, რომ მე ამ ჩემი ნიჭის და ჩემი მისწრაფების რეალიზების, დახვეწის, განვითარების შესაძლებლობა მომეცემა იმისთვის, რომ თვით აქტუალიზაცია დადგეს გარკვეულ ასაკში. აი ხა ფათაშორის ხა დავუბრუნდი გარკვეული მიზნებით დოჩანაშვილს და იქ აქვს მას ერთი ესეთი ფრაზა, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უცნობის, ამოცნობის წკრიალა სურვილიო. და აი მართლაც ეს არის. აი ეს სურვილი რაღაცის გაგების უნდა დავიჭიროთ ბავშვში, მოზარდში. მივცეთ არეალი, რომ მართლაც აღმოაჩინოს ეს თავისი თავი იპოვოს აი ამ გარემოში და შემდეგ დგება აუცილებლად თვით აქტუალიზაცია. შეგვიძლია გაუზიაროთ მაყურებელს, რატო დაგჭირდა დოჩანაში. გააგიზიარებთ დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ სწორედ თქვენთან ფასკუნში იწყება ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო კურსი და ძვირფასი და ძალიან გამიხარდა, როცა გურამაში მომთავაზა ამ კურსში მონაწილეობა, სამოსელი პირველის გააზრება სხვადასხვა რაკურსით და ნუ ერთ-ერთი მეც ვარ, რომელმაც გავბედე ეს ამბავი, რა გამომივა არ ვიცი, მაგრამ ეხა ახლიდან დაუბრუნდი ამ ციკლს. ნამდვილად მრავალმხრივი მიმართულებით ხდება განიხილვა და ყველას ვურჩევ, რომ ვინც დაინტერესებულია, აუცილებლად უნდა დაესწროს. რომ მივუბრუნდეთ თემას, გეთანხმები, ნამდვილად, რომ თვით აქტუალიზაცია არ არის ერთჯერადი მიღწევა და ეს არის უწყვეტი პროცესი და ძალიან სწორად მოიყვანე მაგალითი განათლების, როგორც ესეც არის უწყვეტი ჯაჭვი, ჩვენ ასაკშიც კი სულ ვითარდებით და ვცდილობთ, რომ რაღაცა ახალი შევიმეცნოთ. და მივახციოთ ნელ-ნელა თვით აქტუალიზაციას, რა თქმა უნდა, დაბრკოლებები, ანუ მაყურებელს მინდა ისიც უთხრა, რომ ჩვენ შეიძლება ხა მარტივად ვსაუბრობთ, მაგრამ ამ გზაზე ხდება ბევრი დილემა, დაბრკოლება და არც ის არ არის საგანგაშო, თუ რაღაც მომენტში ცოტათი მოვეშვებით და კი ბატონო, ეს არ არის რაღაც კატასტროფა. შეგვიძლია ყოველთვის მივუბრუნდეთ ჩვენს მიზნებს. ასევე არის გადავხედოთ მიზნებსაც, გადავიაზროთ, თუ კიდევ მინდა ეს მიზანი ისე ჩემთვის აქტუალურია თუ არა, იქნება აღარ მინდა და უკვე უსიამოვნება მოაქვს ამას და კოგნიტური დისონანსი შევდივარ. ოღონდ ვერ ხდები.
ეგეც არის კი. კი ბატონო, ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ აქედანაც, უფრო აი ცხოვრებისეული მაგალითიდან, რაც ადამიანებს ხო, თვითაქტუალიზაცია ეს არის ძალიან ინდივიდუალური პროცესი რა. რაში ვარ მე აქტუალიზირებული, რაში ვარ დახარჯული, რას მივუძღვენი თავი და მაგალითის მოყვანა ცოტა გამიჭირდება, მაგრამ როგორც განვითარების ფსიქოლოგიაში გადასარევ კლასიფიკაციაში არის ეს აღწერილი რაღაცა ასაკი დგება, როცა მე უკან ვიყურები და რო უკან ვიყურები მე ან თლიანობის განცდა მაქვს, ან სასოწარკვეთის. თლიანობის განცდა მაქვს მაშინ, როცა მე რო უკან გავიხედები, მე მიცხოვრია, ჩემი ნიჭი აღმომიჩენია, ეს ნიჭი კიდევ უფრო განმივითარებია და რაღაცები გაკეთებულა ჩემს ცხოვრებაში, აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და მე მქონდა არეალი რეალიზების და აქტუალიზაციის. აი როცა ეს განცდა მაქვს მე, როცა ხვდები რისთვის მიცხოვრია, მე ქმნება მთლიანობის განცდა და როცა ეს ასე არ არის, სასოწარკვეთა გვეუფლებაო, ყოველ შემთხვევაში განვითარების ფსიქოლოგია ამას გვეუბნება და ეს არის ასაკობრივი კრიზისი, რომელიც ძალიან რთული გადასალახია. შემდეგ და ხა რაც შეეხება მაგალითებს თვითაქტუალიზაცია 90-იანი წლები მთელი ჩვენი არის აი ყველაზე ცხადი მაგალითი იმისა თუ სად ვიყავით საერთოდ და თვითაქტუალიზაციაზე როგორ ვიფიქრებდით ადამიანები მაშინ როცა მართლა ფიზიკურად გადარჩენაზე იყო საუბარი ხო და რაღაცა სხვადასხვა მეცნიერებმა და მასწავლებლებმა სულ სხვა საქმიანობა საზღვარგარეთ დაიწყეს ქალებმა განსაკუთრებით და ნუ აი ეს არის ყველაზე ისე თქვი ტრაგიკული მაგალითი ერთ-ერთი ჩვენს უახლოეს ისტორიაში სადაც ძალიან წარეთ ჩანს რომ თვითაქტუალიზაცია ნამდვილად არის საჭირო. მადლობა, რომ შევაჯამოთ, ეგ თვითაქტუალიზაცია არის ჩვენი ცხოვრების ღირებულებებისა და მიზნების წარმართვა. კი, მაგალითად შეიძლება იყოს მასწავლებელიც, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას დებს თავისი მოსწავლეების აღზრდაში და ამით თვითონ იღებს დიდ სიამოვნებას და ეს არ არის ხელფასთან განპირობებული, ეს არის მისი მოწოდებიდან გამომდინარე. მისი მოწოდებიდან და ბევრჯერ ვახსენე დღეს ნიჭი პრინციპში და იმ ნიჭიდან მე მჯერა ნიჭის. ადამიანებს გვაქვს ნიჭი, იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა, რომ ვისაც ნიჭი არ აქვს, რაღაცის მან იმ სფეროში არ შეუძლია მოსინჯოს ბედი, რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა ნიჭი, რომლის არ გამოყენებაც არ შეიძლება. უნდა გამოვიყენოთ ეს ნიჭი, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ უნდა გარემო იყოს შესაბამისი. რომ მე ჯერ ვიპოვო ეს რა არის, აიმიტომ რომ სწორედ რომ მასწავლებელი, ესე ჰაერიდან მასწავლებელი არ გამოდის, კარგი მასწავლებელი. არც მაშინ არ გამოდის რიგ შემთხვევებში მასწავლებელი, როცა მასწავლებლობა გადაწყვეტა ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ბები აყავდა მასწავლებელი და ოჯახში ეს ტრადიცია არა, თვითონ უნდა გინდოდეს. ყოველ დღე რომ მუშაობ, უნდა იხარჯებოდე აი იმაში, ქსიამოვნებდეს და ისე უნდა ირეკებოდეს ბოლო გაკვეთილი ზარი, რომ ვერც მიხვდები როგორ სწრაფად გაირბინა ამ დრომ. აი მაშინ გაქვს თვითაქტუალიზაციის განცდა. კი, აქ ძალიან უნდა და მინდა ტერმინი შემოდის, ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა, როცა რაღაც კი არ უნდა აკეთო, მინდა ვაკეთო და ამ დროს ხარ ალბათ ყველაზე კარგად როცა აკეთებ იმას, რაც მინდა ვაკეთო. ხო, თუმცა აქაც ისევ ჩვენს მაყურებლებს ახლა ძალიან ესეთი სევდიანი განცდები რომ არ პროვოცირება რომ არ მოვახდინოთ, არ არის სამყარო და ცხოვრება ესე მოწყობილი საქართველოში მით უფრო რომ მე რაც მინდა იმას ვაკეთებ. ხშირად გვიწევს უნდას კეთება, მაგრამ აი ამ უნდაშიც შეიძლება რაღაცა მარცვალი ვიპოვოთ, რაც მე მსიამოვნებს. მე შეიძლება მთელი დღე ვატარებ სამსახურში და სხვადასხვა დავალებები ერთი და იგივე სხვა ვაკეთებ, პატარა დავალებებისგან ხო შედგება ჩემი მთლიანი დღე და იმ პატარა დავალებებში ჩამოვწერო ბოლო-ბოლო და მივხვდი რომ აი რაღაცა კონკრეტული უფრო მსიამოვნებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. სხვა დანარჩენზე მე ვარს ვერ ვიტყვი, მაგრამ ის რაღაცა კონკრეტული გამოვყო და მისგან უფრო მეტი სიამოვნება მივიღო. კი ბატონო და როცა იმას ვერ ვიღებთ, ალბათ რაც გვინდა და რისკენაც მივისწრაფვით, ახალ ტერმინზე გადადიხარ ეჭვი მაქვს. კი ბატონო. ასე. რომ ვისაუბროთ, რა არის შფოთვა, მარტივად რომ ახსნათ და შემდეგ კი ბატონო, შფოთვა ეს არის ფიზიკური ან ემოციური რეაქცია მოვლენაზე, რომელიც ან ობიექტურად არის გარემოში ეს მოვლენა, ან ჩემი წარმოსახვის და ჩემი ფანტაზიის ნაწილია. აი ეს არის დაახლოებით შფოთვა. ეს არის ჩემი სხეულის ადრენალინით რეაქცია, ასე ვთქვათ, განგაშის ჩართვა ჩემი გარემოსადმი, ან ისევ რაღაცა წარმოსახვით პრობლემასთან მიმართებაში. შფოთვა ზოგადად ცოტა ჩვენში დამკვიდრებულია როგორც ძალიან საგანგაშო ტერმინი და ნუ რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში არის კიდეც, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყოს ჩვენი მეგობარიც შფოთვა. კი ბატონო. გამოვიყენოთ საჩვენოდ მოტივაციად
და არა სასოწარკვეთილებაში ჩასავარდნად. აი ამაზეც რო რა თქმა უნდა, ვისაუბროთ. შფოთვა შეიძლება იყოს ძალიან დამხმარე. მე შეიძლება ძალიან ბევრი საფრთხე ამაცილოს შფოთვამ. მე შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა პრობლემა ამარიდოს ჩემმა განცდილმა შფოთვამ, იმიტომ რომ უფრო მეტად ფრთხილი ვარ, უფრო მეტად დაკვირვებული ვარ. როცა შფოთვა უკვე არის არაპროპორციული, როცა შფოთვა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რასაც მე ვეღარ ვმართავ და ჩემი ყოველდღიური ფუნქციონირება უბრალოდ არის აბსოლუტურად კოლაფსში, აი ეს არის უკვე ის შფოთვა, რომელზედაც უნდა ვიმუშაოთ და რომელიც უნდა მინიმუმამდე დავიყვანოთ, რა თქმა უნდა. ასე რომ დიახ, შფოთვა მეგობარიც შეიძლება აღმოჩნდეს, უბრალოდ გააჩნია ხარისხს და კიდევ გააჩნია რომ ამ შფოთვის მიზეზი რამდენად რეალურია და რამდენად მართლაც გარემოშია. ხა თუ მე რაღაცა სტრესს განვიცდი და ამ სტრესზე ჩემი რეაგირება არის რომ მე ან უნდა ვიჩხუბო, ან უნდა თავი დავიცვა, ან უნდა გავიქცე, მაშინ რა თქმა უნდა შფოთვას უნდა ჰქონდეს ადგილი, ხო? გადაჭარბებული რისკიანობა ცხადია ცალკე სიმპტომია, არაერთ ჩამონათვალში ფსიქიატრიული პრობლემების მათ შორის. მაგალითი ხო არ გახსენდება რომ ყოველდღიური ცხოვრებიდან შფოთვასთან დაკავშირებით კი როგორ არა მაგალითად საჯარო გამოსვლა თუ პრეზენტაციის ჩატარება იწვევს ადამიანებში შფოთვას მაგრამ ეს არის სწორედ რიგ შემთხვევებში ის შფოთვა რომელიც მე უფრო მობილიზებულს მხდის და თუნდაც გული რომ მიჩქარდება ჩემი ადრენალინი რომ განაპირობებს იმას რომ აჩქარებული მაქვს გული მართლაც როცა ვთქვათ თუნდაც პოდკასტში მწერთ ამაში ცუდი არაფერი არ არის იმიტომ რომ მე მობილიზებული ვარ მე ყურადღებით ვუსმენ კითხვას რას დამისვამ მე რეაგირებ შენს რეაქციებზე და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ადეკვატური ვარ გარემოსვლა. მაგრამ თუ ეს შფოთვა, რომელიც მე საჯარო გამოსვლამ გამოიწვია ჩემში, მე იმდენად მანერვიულებს, რომ უკვე ყურები მაქვს დახშული, ვეღარ ვხედავ და ბუნდოვანია ჩემი მხედველობა, იმდენად მაქვს გული აჩქარებული, რომ უკვე სუნთქვა მიჭირს და მე წყვეტილად ვლაპარაკობ. აი ეს არის უკვე ის, რომელიც მე მიშლის ხელს. ამიტომ დიახ, ცოტა შფოთვა საჭიროა მობილიზებისთვის, უფრო მეტი ყურადღებისთვის და რაც შეეხება მეორე შფოთვის დაძლევის მექანიზმებიც ძალიან ბევრია. რო გავაზიაროთ რამდენიმე ტექნიკა შფოთვის შესაცილებლად. კი ბატონო, ბევრია, ინტერნეტში ძალიან ბევრია, რასაც ახლა გვთავაზობენ ხოლმე პოპულარული ბლოგერები თუ ვლოგერები, ხო, რაც არის, სუნთქვის ვარჯიში, სუნთქვის დარეგულირება არის ძალიან კარგი ზოგადად. ზოგადად საკუთარი თავის გაცნობა. საკუთარი თავის გაცნობა იმასთან დაკავშირებით, აი რატომ მაქვს მე ამას თუ იმ გარემოში შფოთვა, ხო? და აი აქ კარგია შესაძლოა დაგვეხმაროთ ძალიან კოგნიტური ბიჰევიორული მიდგომა. და აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? რამე ძალიან მარტივი. კაცი გვიანია, კაცი წევს ლოგინში უნდა დაიძინოს და ამ დროს ესმის თავისი სახლის კარების გასაღების ხმა. ფიქრობს, რომ არის მისი მეუღლე, ეს არის მისი ფიქრი და მისი ემოცია არის, რომ საშინლად ბრაზდება, რომ სად არის ამ დრომდე, ეხლა ესე გვიან რატომ მოდის და ესე იგი ფიქრი არის, რომ მეუღლეა და ემოცია არის ბრაზი. ფიქრობს, რომ შეიძლება იფიქროს, რომ ქურდია და რომ ფიქრობს, რომ არის ქურდი, მომენტალურად საშინელი შიშის ემოცია ეუფლება და სტაცებს ხელს ტელეფონს და იწყებს პოლიციაში დარეკვას და ვთქვათ, ფიქრობს, რომ მისი თინეიჯერი შვილი მოვიდა, რომელთანაც იცის, რომ ახლა მაინდა-მაინც კონფრონტაციაში შესვლა არ ღირს და ამიტომ რას აკეთებს? გადაყლაპავს აი ამ თავის ბრას, უკმაყოფილებას და გადაბრუნდება და იძინებს, ხო? ერთი და იგივე მოვლენაზე, რაც არის გასაღების, კარების გასაღების ხმა, ამ კაცს აქვს სამი სხვადასხვა ფიქრი და ამ სამ ფიქრს აქვს სრულიად განსხვავებული სამი ემოციური რეაქცია და ფიზიოლოგიური და რეალური ქცევაც, ხო, გამოწვეული. აი ეს არის ყოველთვის ჩვენ და ვიცოდეთ, რომ ამა თუ იმ მოვლენა, როგორც ასეთი ესა თუ ის მოვლენა თავისთავად არასდროს არ არის შფოთვის მომგვრელი. ჩვენ ვდებთ რაღაცა ფიქრს, რაღაცა აზრს ამ მოვლენაში და იმიტომ ხდება ეს მოვლენა ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი. აი კიდევ ერთი ეხა გამახსენდა ძალიან მარტივი მაგალითი, თქვენ ახლა სადაც ვწერთ ამ პოდკასტს არის მე-11 სართული. მე მთელი ბავშვობა ვცხოვრობდი მე-9 სართულზე, სადაც 90-იან წლებში, დღეში მინიმუმ ერთხელ და მაქსიმუმ 3-ჯერ ვიჭედებოდი ლიფტში. არც ერთჯერ არ იყო ხოლმე ჩემთვის კომფორტული. არავისთვის არ არის ალბათ ლიფტში გაჭედვა კომფორტული. ეს ყოველთვის იყო ჩემთვის შფოთვასთან, შიშთან, სახლში ვიღაცა ნომერის გორგოლაჭი უნდა გვეპოვა, გაგვეყვა ხა შენთვის ისეთ რაღაცას ყვები, რომ წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ ჩემი და უფროსი თაობის ადამიანები ამას გაიხსენენ, ხო? პატრესი ჯოხი იყო ხოლმე ყველა ლიფტში და ამითი ვწევდით რაღაცა გორგოლაჭი იღებოდა კარები. მთავარი იყო რომ სართულებს შორის არ მოვხვედრილიყავით. დანარჩენი უკვე ყველაფერი ვიცოდით. სართულებს შორის უბრალოდ ვერ ჩახტებოდი, ან უფრო საშიში იყო, ხო? შესაბამისად დღემდე, როცა მე ლიფტში ვჯდები
ვიჭრები და აიხაც გამახსენდა ეს ჩემი შფოთვა გამოიწვია თქვენმა მე-11 სართულის ლიფტმა, იმიტომ რომ ცალსახად თავისთავად ლიფტი ხო არ არის საშიში. რამდენი მგზავრობთ ხო თქვენც ყველანი ამოხვედით. მაგრამ აი ეს ჩემი ფიქრი და ჩემი წარსული გამოცდილება ყველა ჯერზე მახსენებს იმას, რომ ლიფტში შესვლა შფოთვის მომგვრელია ჩემთვის. აი დაახლოებით შფოთვა მოკლედ ეს არის რა. უბრალოდ შფოთვა რა არის კი ვთქვით, მაგრამ შფოთვასთან მიმართებაში ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არის სწორედ ეს, რომ ის შინაარსი ვიპოვოთ, რატო გახდა ესა თუ ის მოვლენა ჩემთვის შფოთვის მომგვრელი. გეთანხმები. მეც გამახსენდა ეხლა მსგავსი მაგალითი, მეც ცხოვრობ მე-7 სართულზე და ძალიან თავისუფლად ვიხედები ჩემი აივნიდან და ჩემი ფანჯრებიდან, მაგრამ როცა ჩემი მეგობრის სახლში მივდივარ, რომელიც ისევე მე-7 სართულზე ცხოვრობს, შფოთვა მეწყება, ვგრძნობ, რომ რაღაც ოღონდ აქ მოდის უკვე ალბათ უცხო გარემოდან, მიუჩველი გარემოდან შემოსული, ისევ ჩემი ფიქრები, აი შენ რაც აღწერე, იგივე ნუ მე თქონდა ჩემი ფიქრები მექნება და მეწყება შფოთვა. კი ბატონო. ესეც რა თქმა უნდა არ არის საგანგაშო, თუმცა თუ შეგვაწუხებს კარგია რომ ვიცით რომ არის გამოსავალი. შფოთვა არის ძალიან რთული გასაძლებად ადამიანის. ისევ როგორც თვით შეფასებაც რო გავიაზროთ როგორი გვაქვს, მე კონცეფცია რისგან შედგება, ვინ ვარ მე, ამაზე მე რა პასუხი გამაჩნია, თვით აქტუალიზაცია რო ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ვუღალატო საკუთარ თავს. რეალურად თვით აქტუალიზაცია ეს არის ხო, რომ არ ვღალატო საკუთარ თავს და კოგნიტიური დისონანსიც რა შემთხვევებში ასე ვთქვათ შეგვაწუხებს და რა უნდა გავითვალისწინოთ, მე მგონი ამაზე ცოტათი მაინც შევხედეთ და ვისაუბრეთ. ასე რომ დიდი მადლობა. მადლობა ნატას ამ ტერმინების შერჩევისთვის. დღეს ვისაუბრეთ 5 ფსიქოლოგიურ ტერმინზე, ესენია კოგნიტური დისონანსი, თვითშეფასება, თვითაქტუალიზაცია, შფოთვა და მე კონცეფცია. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი და თქვენთვის საინტერესო კონტენტია, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები და დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. მე კი დროებით გემშვიდობებით. მე გამოვიწერ ახლავე. შეიძლება ერთ-ერთი პირველი გამომწერი რო ვიყო. დიდი მადლობა. მადლობა ნატა.